ხარისხმიანად ამოქმედება და ასევე რატომ დაიწყეს წესრიგში ამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადება. რამ განაპირობა წინ მოგეთ, რაც შეეხება გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას, როგორც იცით, შემოდის გრანტის დონორის მხრიდან მთავრობასთან გრანტის გაცემის შეთანხმება. ეს არ ეხება NGO-სგან გრანტის მიღების თანხმობას, არამედ გრანტის გაცემაზე თანხმობას. ვფიქრობ, რომ ყველა კეთილსინდისიერი დონორი, ვინცაც სურვილი აქვს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს, თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა სფეროში, მას არაფერი არც დასამალი აქვს ხალხის მიმართ და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი კეთილსინდისიერი წამოწყება მხარდაჭერილი როგორც იყო აქამდე ხელისუფლების მხრიდან, ამის შემდეგაც იქნება მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან. ამავე დროს ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც არსებობდა, ამ მავნე პრაქტიკამ ყოველ შემთხვევაში გამჭვირვალე გახდეს ეს პრაქტიკა და ნახოთ რა განაცხადები ექნებათ დონორებს სხვადასხვა დაფინანსებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებობენ არაკეთილსინდისიერი დონორები, მაგალითად ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც სპეცსამსახურის მეთოდით ფარულად აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, პარტიებს და შემდეგ ჩვენ ამას შემთხვევით ვიგებთ ხოლმე და მათ შორის ჩვენ ვიხილეთ ეს 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, რომ იყო მასიური ჩარევა არჩევნებში გარედან ზუსტად აი ამ ფულით. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიაში რამდენიმე NGO-ს გავლით უცხო ქვეყნები და პოლიტიკური ჯგუფები ერეოდნენ საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების წინააღმდეგ. და ეს არაერთი ფაქტით დადასტურდა, არაერთი განცხადებით, რომელიც ჩვენ მაშინ გვესმოდა სხვადასხვა პირისგან და მათ შორის შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ 20 ოქტომბერს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავისუფლების მოედანზე გაიმართა საბოლოო საარჩევნო შეკრება, რომელიც პირველად ისტორიაში არა ოპოზიციამ მოაწყო, ანუ იმ სუბიექტმა, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში, არამედ NGO-მა მოაწყეს და აფინანსეს უცხოური ფულით. ასე რომ ეს შესაძლებლობას მოგცემს ჩვენ, რომ ის არაკეთილსინდისიერი წამოწყებები, რომელიც ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, რომელიც ემსახურება ზიზღის დათესვას, რომელიც ემსახურება შიდა პოლიტიკაში არაჯეროვან და არასათანადო ჩარევას, ასეთი პროექტები, რა თქმა უნდა, იყოს დანახული, ვის აქვს ამისი სურვილი. ბატონო შავა, ამ თემის გაგრძელება თქვენის სტატუსშიც ახსენეთ, ეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოტივაციაზე ისაუბრეთ, რომ სიძულვილის ენების გამარჯვებელები საზოგადოებაში სწორედ ადგილობრივი არასამთავრობოები არიან. აი, ძირითად აქცენტებზე კიდევ ერთხელ გამოვიდეთ ჩვენ. მე აქამდე თქვი, არასამთავრობოები და მათი დონორები დღეს არიან მთავარი წყარო სიძულვილის გაღვივებისა და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის მცდელობისა. შეგახსენებთ თქვენ, რომ რა გვაკვადრეს ჩვენ დონორებმა და მათმა NGO-ებმა 9 აპრილს, როდესაც გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს, გადაეღობნენ მოქალაქეებს, ვისაც სურდა მისულიყო და პატივი მიეგო 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნას, გადაეღობნენ და ჩვენ ეს გვაკადრეს, რომ ის თარიღი, რომელიც მთლიანად ერს აერთიანებს, აი ამ თარიღში შემოეტანა დაყოფა. ეს გაკეთდა დონორების დაფინანსებით რამდენიმე NGO-s ხელით. და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი და მე ამას შემდეგ მოყვა სხვა ხედავთ ახლა ისედაც ეს დღეები, ზოგადად ის სიძულვილის კამპანია, ზიზღის კამპანია, რომელიც რამდენიმე NGO-s მხრიდან არის მართული დონორების ხელშეწყობით და შეგახსენებთ, რომ არც ერთი დონორი დღემდე არ გამიჯნია ამ საზიზღარ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რამდენიმე NGO, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახთან მივარდნა, შუაღამის, როცა იქ მცირეწლოვანი ბავშვიც იყო, მუქარები, სიკვდილისთვის გამეტება და ასე შემდეგ, სხვადასხვა NGO-s წარმომადგენლის მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვა, რომ არც ერთ დონორს რომლებიც აი ამ ორგანიზაციას აფინანსებენ, არაფრად არ აგდებენ ქართულ საზოგადოებას. არ აგდებენ იმის ღირსად, რომ ის მაინც თქვან, რომ მიუღებელია, არ შეიძლება, არასწორია. თვითონ გამონახონ სიტყვები, ხა თუ არ უნდათ, რომ თავის შექმნილ მონსტრებს რაღაც მკვახე განცხადებები გაემიჯნონ, რბილად მაინც თქვან, რაღაცა თქვან.
ერთი სიტყვა გვითხრან, გვაკადრონ, გვაღირსონ ჩვენ საზოგადოებას, რომ ამდენ ფულს რომ ხარჯავენ ამ ადამიანებში, რომლებიც სიძულვეს აღუებენ ჩვენს ქვეყანაში, გვითხრან ერთი არის თუ არა ეს მათთვის მისაღები. ბატონ შალვა, თუ შეიძლება უკითხოს დაგიშვამთ, პირველ რიგში მინდა გითხოთ ლავროვის მიმართულის განცხადებაზე. მიხაილ გალუძინი ამბობს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს და ახლა ის ელოდება ქართული ოცნების ხელისუფლების პასუხს და შემოქმედ ნაბიჯებს, რას აპირებთ ამ მიმართულებით, აპირებთ თუ არა ოკუპანტთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და გარდა ამისა ლავროვის მიმართული ამბობს, რომ ის ელოდება ბოდიშს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა ორ ხალხთან დაკავშირებით. კემი ამბობს, რომ კმაყოფილი არის თქვენი დაპირებები დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, რას აპირებთ და ბოდიშთან დაკავშირებით. საქართველოს და რუსეთის შორის ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ. ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს შეუძლია ძალიან მარტივად ეს ბარიერი მოხსნას. როგორც კი ეს ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამიტომ ძალიან კარგად არის ცნობილი ყველასთვის, თუ რა არის ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს და რუსეთის შორის ურთიერთობის აღდგენას. ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია, ამიტომ ჩვენ ველით ზუსტად ამას. ბოდიშთან დაკავშირებით რა შეიძლება თქვათ, იმიტომ რომ ელოდებიან, რომ ივანიშვილმა დააანონსა ბოდიში. სხვა საკითხებთან რაფერს ვერ გეტყვით, ერთადერთი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც არის ერთადერთი ბარიერი საქართველოს და რუსეთის შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე. ამ ბარიერის მოხსნა ხელისუფლება თავად რუსეთს. და ეს კითხვასაც დაგიშვამთ 2024 წელს წარმომადგენლობით ხარჯი წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით მინდა რომ ვთქვათ 2024 წელს წარმომადგენლობითი ხარჯი იყო 30 მილიონი, სუფრები, ბანკეტები და ასე შემდეგ, მირვინებებში დახარჯულია 71 მილიონი. სად დაგიხართ ქართული ოცნების წარმომადგენლები ბატონ შალვა, როდესაც იზოლაციაში ფაქტობრივად მოქცეული, ვის უშლით სუფრებს და რა შედეგი მოაქვს ამ თანხების ხარჯვას? 30 მილიონი არის დახარჯული 2024. და რა კომენტარი უნდა გავაკეთო? კითხვა რა შეაძლო? სად დაგიხართ ვის უშლით სუფრებს და რა შეიხარჯება მილიონი? მე დეტალურ ანგარიშს მთელი სახელმწიფოს გაწეულ ხარჯების შესახებ ვერ მოგახსენეთ, რაც შეეხება თანხებით манипуლირებას და ჟონგლიორობას. თანხა ნებისმიერ შეიძლება თქვათ და აბა რომელიც სხვა რა თანხა უნდა იყოს, მაშინ ესეც უნდა დააყოთ. ამ ხარჯებში შედის ბევრი სხვადასხვა ტიპის ხარჯი, ასე რომ ამისი დაყვანა თითქოს რაღაც სუფრების გაშლისთვის არის, ეს უბრალოდ არცოდნა არის საკითხისა. მათ შორის სუფრების გაშლაც არის და სად დაგიხართ ბატონო შალვა? ანუ იზოლაციაშია ქვეყანა მოქცეული ფაქტობრივად და სად ხარჯება? იზოლაციაში რატო არ მოქცეულია? 30 მილიონი. როგორ შეიძლება იზოლაციაში იყოს მოქცეული ქვეყანა და ამავე დროს ეკონომიკური განვითარებით იყოს პირველ ადგილზე მთლიანად კონტინენტზე? როგორ შეიძლება იზოლაციაში ყოფ ქვეყანას კონდეს ასე ვთქვათ მოწინავე პოზიციები ეკონომიკური განვითარებისთვის, სხვადასხვა განვითარების მხრივ და მათ შორის სხვადასხვა ფორუმებშიც ძალიან ინტენსიურადაც თანამშრომლობთ მათთან, ვისაც უნდა საქართველოსთან მეგობრობა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ქვეყნები, რომელსაც აქვთ მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ, რა თქმა უნდა, ისინი თავის თავს თავად იქცევენ იზოლაციაში ქართველი ხალხისგან. დღეს კომისიის საგამოძიებო კომისიის და გიორგი გახარიანის დაბარებული როგორ ცნობილია ამ დროისთვის ის აპირებს კომისიის ხმაზე მოსვლას რას ფიქრობთ როგორ იქნება ეს ხდომა იქნება სანახაობრივი რაც ჩვეულია ქართულ პოლიტიკას თუ პირიქით იქნება შინაარსობრივი იმიტომ რომ ერთ-ერთი საკითხი არის 20 ივნისი და სწორედ კითხვებიც ამ მიმართულებით არის ერთი ეს ნაწილი და მეორე რო ის მოდის პარლამენტში იმიტომ რომ სხვა დანარჩენი არავინ არ მოსულა ხომ არ უცხოდებენ ბოიკოტს ამ ფორმატს. ვისი ერთის გადაწყვეტილება მოსვლის თავზე და მოლოდინი როგორი იქნება? კარგია რომ მოდის და გასცემს პასუხს იმედია, ამიტომ პასუხს იმ კითხვებს, რომელიც აქვს კომისიას, იცით რომ არის მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვები, მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, მათ შორის დაადგინა, რომ იქ დემონსტრანტების მიმართ ოპერაციის დროს გარკვეული დარღვევები შესაძლოა არსებობდეს და საჭიროა ხელახალი გამოძიება ამ საკითხის, ასე რომ გიორგი გახარია იყო ის, ვინც
ხელმძღვანელობდა მაშინ ამ ღონისძიებას, ამიტომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია საინტერესებს ზუსტად ეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებელი პირები რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამ გადაწყვეტილებებმა რა შედეგები გამოიწვიეს. ასე რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმედი მაქვს, რომ არ გაიქცევა კითხვებს, რომელსაც კომისია დაუსვას და უპასუხებს ამ კითხვებს, ასევე სხვა კითხვები, რაც ექნება კომისიას. ერთ დავაზუსტებ ის, რომ დღეს მოდის პარლამენტში. გვაძლევს თუ არ იმის ალბათობის შესაძლებლობას, რომ მისი პარტიები პარლამენტში ჩემოიდეს. მისი პარტია პარლამენტში არის. ეს ახლა თავს თუ იკატუნებს ვინმე რომ არ არის, ახლა პარლამენტში არის, მათ მანდატებს უარი არ უთქვამთ. ასე რომ პარლამენტის წევრები არიან ჩვეულებრივად და ხა როგორ ატყუებენ თავის ამომრჩევლებს თუ სხვებს რომ თან არიან თან არ არიან, ასეთი რამეები არ ხდება. ნახევრად ფეხმძიმება არ არსებობს. ასე რომ პარლამენტის წევრები არიან. არაფერი, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი. უცხოეთიდან დაფინანსებული ტერორი და რომელსაც კიდევ ერთხელ სამწუხაროა, რომ დღემდე არ გამიჯნია არც ერთი ამ ორგანიზაციის დაფინანსებელი. მე აღნიშნე დღეს კიდევაც, რომ ძალიან ემგვანებიან უკვე იყო ასეთი რადიო, 1000 ბორცვის რადიო რუანდაში, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ისეთი ზიზღის ატმოსფერო შექმნა ერთი ჯგუფის მხრიდან მეორე ჯგუფის მიმართ, რომ ერთი წლის თავზე აი ამ ზიზღით, ასე ვთქვათ, გაჯერებულმა ჯგუფებმა დაიწყეს ტერორი და გენოციდი მოაწყეს რუანდაში. დღეს ეს NGO-ები და ოპოზიციის მედია, ეგრეთ წოდებული რადიკალი აქტივისტები დაკავებული არიან ზუსტად ამით. გააღვივონ ზიზღი, შექმნან სამიზნეები სიძულვილის და შემდეგ თვითონ არ გამოკრავენ სასახლეც იარაღს, მაგრამ ვიღაცას თავის მათდამია აყოლილ ადამიანს, რომელმაც შეიძლება ასე ვთქვათ, რაღაც ესეთი ნაბიჯი გადაადგინონ. ზუსტად ეს ასეთი კამპანიების შედეგი იყო ტრამპს რომ ესროლეს. ასეთი კამპანიების შედეგი, ასეთი ზიზღის კამპანიის შედეგი იყო სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს რომ ესროლეს. აი ეს არის ზუსტად ის ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ჩვენთან ევროპიდან და სხვა გარედან შემოვიდა საბოლოო ჯამში. თავის დროზე როგორც ბოლშევიზმი შემოვიდა გარედან, როგორც ფაშიზმი წარმოიშვა და გარედან მოეხვია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ჯგუფებს, ასე არის დღესაც ეს ლიბერალური ფაშიზმი, რომლის ინსტრუმენტი არის სიძულვილის გაღვივება, სამიზნეების მონიშნა და შემდეგ უკვე მათი მხარდამჭერების მხრიდან ამ სამიზნეებზე ძალადობა, რასაც ვაკვირდებით ყოველდღიურად. კიდევ ერთხელ, ამ დონორებმა და NGO-ებმა ქართულ საზოგადოებას აკადრეს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღის 9 აპრილის წაბილწვა. წაგვიბილწეს დონორებმა, NGO-ებმა 9 აპრილის საკრალური დღე, იმით რომ ამ დღეს შეეცადნენ შემოტანას დაყოფის, შემოტანას სიძულვილის დღეს, რომელსაც ჰქვია ოფიციალურად ეროვნული თანხმობის და ერთიანობის დღე და ამ დღეს შეეცადნენ რომ ჩამოეგდოთ ზუსტად შფოთი. მე მინდა გითხრათ აეროპორტში თავს დაესხნენ იმედის გადამღებ ჯგუფს რადიკალური ოპოზიციის რადიკალი აქტივისტები. ის ფაქტი რას ამბობს? იგივე თემის გაგრძელება არის ფაშიზმი, რომელიც არის კულტივირებული NGO-ების სივრცეში, დაფინანსებული გარედან და ეს ზუსტად ეს არის. ამისთვის უნდა ზუსტად ამისთვის ხარჯავენ ფულს, რომ იყოს ასეთი ფაშისტური გადაკიდებები, სიძულვილი, ზიზღი, ის რაც ვნახეთ ჩვენ სლოვაკეთში ფიცოს წინააღმდეგ, ის რაც ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ, ეს არის ერთი ხელწერა და იმართება ერთი ჯგუფის მიერ, ერთი და იგივე ინსტრუმენტები სიძულვილის, ზიზღის, ფაშიზმის, ტერორის, რომელიც მათ უნდა დაამკვიდრონ. ეს იყო ეს ინსტრუმენტი სხვათა შორის თავის დროზე 2012 წლამდე ხელისუფლების მახასიათებელი იყო, როდესაც ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში იყო, მაშიდანაც გარედან სრული კალტურაში და მწვანე შუქით
ტერორში ყავდათ ქართული საზოგადოება, დღეს იგივე ჯგუფი პოლიტიკოსებისა და იგივე მენტალობის ადამიანები, იგივე მორალის ადამიანები არიან ოპოზიციაში და იმავე ტერორით ცდილობენ საზოგადოების წინამდე გალაშქრებას კვლავ გარე ძალებისგან მიცემული მწვანე შუქით. და აქვე მინდა ერთი რამე შეგახსენოთ. ახლა რამ წინა დღეებში იყო ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი, რომელიც რატომღაც ევროპარლამენტმა დაგვინიშნა საქართველოზე მომხსენებლად. ადამიანი, რომელმაც თვალს უხუჭავდა მიხეილ სააკაშვილის ყველა დანაშაულს. ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი გახდათ 2008-2012 წლებში ლიტვის მთავრობის წევრი, თავდაცვის მინისტრი და ლიტვის პრემიერ-მინისტრი 2008-12 წლებში გახდათ ბატონი კუბილიუსი. აი ეს ორი ადამიანი რამე გაგიგონიათ ოდესმე ლიტვას ეთქვას ციხეებში წამებასთან დაკავშირებით, ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა. პირიქით, ისინი მას ყველანაირად ხელს უწყობდნენ, ყველანაირად ასე თქვა, იყვნენ მისი მხარდამჭერები და სინამდვილეში ამიტომაც არის დღეს რომ ილაშქრებენ ქართული საზოგადოების წინაშე, ვინაიდან ისინი არამხოლოდ სააკაშვილის დანაშაულებს ფარავდნენ მაშინ, არამედ ფარავდნენ მის შემდეგაც, როცა ითხოვენ მის გათავისუფლებას და ფარავენ ამავე დროს საკუთარ დანაშაულსაც. იმიტომ რომ ზუსტად ეს ადამიანები, ქალბატონი რასაც იყვნენ თანამონაწილე ამ ყველაფრისა, ვინაიდან თვალს უხუჭავდნენ წამების, რეკეტის სისტემას საქართველოში. ასე რომ ამ სიძულვის, ამ ზისხს აქვს მწვანე შუქი ანთებული გარედან და მნიშვნელოვანია, ამიტომ რომ ზუსტად ვამხილოთ ის ადამიანები თუ ის ჯგუფები, რომლებიც ჩვენთან ზისხს თესავენ. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში ცნობები პირველი კონფერენცია განხილულია, ვიცით რომ პარალელურად საკონსტიტუციო საარჩევნით სამსახურება კონკრეტული პარტიების სამსახურთან დაკავშირებით ის ნაწილიც რომ შეუქმნისა და მეორე ნაწილი რადგან გახდა კანონმდებლობაში გარკვეული სახის. რაც შეეხება პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვასთან დაკავშირებით კანონმდებლობას, თავად პარტიების გაუქმებაზე არაფერი არ იცვლება, როგორც აქამდე არსებობდა სისტემა, რომლის გამოყენებითაც სხვათა შორის მაშინდელ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარია სურდა ერთ-ერთი პარტიის გაუქმება და გამზადებული ქონდა სარჩელი ამისთვის. ზუსტად ის კანონია, რომლითაც ქალბატონი ნინო ლომჯარია აპირებდა ერთ-ერთი პარტიის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით. აქ არაფერი არ იცვლება, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ ჩვენ პრეტენზიებს და ჩვენ სურვილს რომ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. კანონში რაც ახლა გაიწერება არის ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც პარტია ცხადდება არაკონსტიტუციურად, თუ კი იგივე ადამიანები, იგივე იდეოლოგიით, იგივე მიზნებით ადგენენ უბრალოდ სხვა სახელს დაირქვენ, ეხა ეს უბრალოდ ჩვეულებრივი თაღლითობა, რომელიც არ უნდა დაუშვათ. აქედან გამომდინარე გაიწერება მემკვიდრე პარტიის დეფინიცია, ეს ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო რომელიმე პარტიას გამოაცხადებს არაკონსტიტუციურად და იმ პარტიის ბირთვი, როგორც ასე ვთქვათ, ადამიანების მხრივ, ისე მიზნებიდან გამომდინარე აისახება რაღაც სხვა ახალ პარტიაში, ასე ვთქვათ, fake პარტიაში, რომელიც თავისი არსით არის ასლი აკრძალული პარტიისა, ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი რომ კვლავ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლო უკვე უფრო დაჩქარებულ ვადებში განიხილავს და თუ დაადგენს რომ ეს არის იდენტური თავისი შინაარსით შემადგენლობით არსით აკრძალული პარტიისა, მაშინ აკრძალავს იმ პარტიას. და რატომ გახდა პროცესის დაწყება ახალ რაც შეეხება კანონს, რაც შეეხება ზუსტად იმიტომ რომ გვერდი არ აუვაროს ვინმემ, როდესაც მოხდება აკრძალვა, ეს სხვა ქვეყნებშიც არის ეს ინსტიტუტი და გარკვეული ხარვეზი იყო ჩვენს კანონმდებლობაში, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით და მის ქსელთან დაკავშირებით ჩვენ სურვილს რომ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენ ხედავთ რომ ნაციონალურ მოძრაობა ჯერ თავისი 9 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ უკვე 13 წლიანი ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ასვენებს ამ ქვეყანას, ვინაიდან ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაულები და აქვს ისეთი ვალდებულებები აღებული ზოგიერთ გარე ჯგუფებთან, რომ ეს არ აძლევთ მათ საშუალებას, რომ რაიმენაირად გამოსწორდნენ, ასე ვთქვათ, და რაღაცნაირად ის თავისი დანაშაულები, რომელიც ჩადენილი აქვს, მოინანიონ ამ დანაშაულების გამოსწორებაზე იზრუნონ და ხედავთ, რომ ამის გამო პირიქით დანაშაულს ამატებენ, ხედავთ, რომ ისინი დაკავებული არიან
ხელისუფლების არა კონსტიტუციური გზით ცვლილების გეგმების დასახვაში არჩევნების არაღიარება ზუსტად ეს არის, რომ ამ სინამდვილეში არანაირი არჩევნები მათ არ სურთ, უნდათ რომ ხელისუფლება მოიპოვონ, აი გარედან რომ დასვას ის ვინმე ხელისუფლებად. ასე რომ მნიშვნელოვანია რომ საკონსტიტუციო სასამართლოები იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები და მტკიცებულებები გვაქვს, საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. ოპოზიციადაც გითხავთ გაერთიანებას, ისე ვერახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას და მიწიცხში და დაგვეკომი ერთმანეთის თავდასხმის ობიექტი, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კრიტიკა გვესმის, მაგალითად დილოსის საფრთხით ზახარიას პარტიის მისამართი დღესაც. აი ამ ფონზე როგორ ხედავთ მათი გაერთიანების პერსპექტივას, მეტყვი დიდი ხანია მათგანაც გვესმის, რომ მნიშვნელოვანია ერთობა, თუმცა აქამდე შეტაკს ვერ ავიც ეს ახალი არ არის საერთოდ ჯამში ამ კინოს ჩვენ დიდი ხანია უყურებთ, რომელშიც არის როგორც თვალთმაქცობის ელემენტი, ისევე შეუმდგარობის ელემენტი თავად სხვადასხვა არასაპარლამენტო ოპოზიციის ჯგუფში. ასე რომ არ ვიცი, მათი პრობლემაა და მათი პრობლემაა ეს ყველაფერი და მათი მხარდამჭერების პასუხი მარტივია, როდესაც ღალატის გზაზე დადგება ესა თუ ის ადამიანი თუ ჯგუფი, იმ საქმიდან რა თქმა უნდა არაფერი არ გამოდის. ბოროტი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ გამოდის. ასე მე გითხავთ თეატრალურ შემოქმედებაზე ამ რომ ოპოზიციის ლიდერები ჩართულობდნენ ასაკციების და ისინი ეხმარებიან სხვადასხვა ქვეყნებს, რომ საანქციო გაჩინოს და ბიზნესმენები. არის თუ არა ეს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები? რა თქმა უნდა, ეს არის 21 საუკუნის ურჯონიკეძეობა. სხვა რამის კი არ აკეთებდა ურჯონიკეძე. იმასაც კიდევ ერთხელ რომ ნახოთ, იმასაც წამდა რომ ალბათ საქართველოსთვის უნდა და რაღაცა კარგი, მაგრამ იყო სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი მოღალატე ადამიანი. ზუსტად ესე არიან ესენი, რომლებიც ცდილობენ რომ წარმოადგენენ თითქოს რაღაც საქართველოს საკეთებენ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრებს და სხვა სახელმწიფოს იარაღად გამოყენებას ცდილობს, არის მოღალატე. ეს არის დეფინიცია თავად ტერმინისა მოღალატე. ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სხვა ქვეყნის ხელისუფლებას იყენებს, არის მოღალატე. ასე რომ ჩვეულებრივად არიან 21 საუკუნის მოღალატე ურჯონიკიძეები, რომლებიც დადიან სხვადასხვა დედაქალაქებში და ცდილობენ რომ გამოიწვიონ ასე ვთქვათ ზალპური ცეცხლი საქართველოს წინააღმდეგ. მეთოდები იცვლება, ადრე თუ ტანკებით და ქვემეხებით შემოდიოდნენ და იარაღით და ქვემეხებით და იარაღით და სისხლით შემოდიოდნენ, ეხლა სანქციები არის 21 საუკუნის ტანკები და ქვემეხები. და თორემ мотивация დამოკიდებულება ერთი და იგივე არის. ზოგიერთ შეიძლება უცხოეთში საშუალება რო ქონდეს, შეიძლება ტანკებითაც შემოსულიყო საქართველოში დემოკრატიის აღდგენის мотивაციით. როგორც ვაკვირდები მე ზოგიერთ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში თანამდებობა კი აქვს ისეთი რომ ტანკებს მოუხმონ და ჭკუაც, როგორც ვატყობ ზოგიერთ არ დაუშლის რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ. ასე რომ ეს არის 21 საუკუნის ქვემეხები და ზალპური ცეცხლი არის სანქციები, ზუსტად ისეთივე სანქციები და ამაშივე მონაწილეობენ მოღალატე ქართველები. ეს ის გენია, რომელიც ადამიანების და მათი სულიერი მემკვიდრეები, ვინც ხან ერეკლეს ღალატობდა და მეზარბაზნეები არ ჰყავსო ეუბნებოდა უცხოელს, ვინც ურჯონიკიძეს სავით კავალერიით შემოვიდოდა და სისხლის გუბეებს დააყენებდა რომ ქვეყანა დაემორჩილებინა და ვინც ახლა დადის და სანქციებს ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ერთი, ასე ვთქვათ, გვარი მოღალატეებისა საქართველოში. ქართული ენის მიმართ დამოკიდებულება ჯერ კიდე ილია ჭავჭავაძემ გამოხატა, როდესაც ტრიადაში მამული ენა და სარწმუნოება მთავარ ქვაკუთხედად გამოკვეთა ჩვენი ეროვნული იდენტობისთვის. ამიტომ რა თქმა უნდა, ენა, დედაენა, ქართული ენა არის ჩვენი იდენტობის მთავარი გამსაზღვრელი. სწორედ ამიტომაც იყო, რომ 78 წელს
ჩვენი მოსახლეობა შეეწინააღმდეგა ზუსტად ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ წასვლას. და ამით შეინარჩუნა ქართული ენა როგორც სახელმწიფო ენა. დღესაც ისეთივე გამოწვევებია, როდესაც ჩვენს იდენტობას ებრძვიან, როდესაც უცხო იდეოლოგიებს გვახვევენ თავს, როდესაც ენაშიც გვერევიან, ტერმინოლოგიაში გვერევიან და სქესის სწორ დასახელების უფლებასაც არ გვაძლევდნენ ცოტა ხნის წინ. მანამ სანამ ამერიკაში არ შეიცვალა ხელისუფლება და აღმოჩნდა, რომ თურმე შეიძლება ერთ დღეში ყველაფერი დაუბრუნდეს საღაზრს. ერევიან ჩვენს აი ამ ტრიადაში ყველაფერში ერევიან როგორც ენაში, ერევიან სარწმუნოებაში, ერევიან ჩვენი მამულის განცდაში და დღესაც ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ საზოგადოება კონსოლიდირებული იყოს თავის თავარი ღირებულებების დაცვის საქმეში და მათ შორის ქართული ენის დაცვის საქმეში, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული იდენტობის განსაზღვრელია. მადლობა.